პროცენტს აქვს მნიშვნელობა. დღეს მინდა გესაუბროთ ნიაცინამიდზე. B3-ის ვიტამინის ფორმაზე, რომელიც ბევრს ძალიან უყვარს, მაგრამ ზოგჯერ ვერ ხვდება ხოლმე რა ფორმით უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, 1-დან 5-მდე ეს არის ძირითადად საცხებში ხვდება ხოლმე ეს დოზა, ის იმუშავებს როგორც მაგალითად მეტად ტენის მომცემი თქვენი კანისთვის და ასევე იმუშავებს მაგალითად კანის ფერის გასათანაბრებლად. თუ გაქვთ პატარა წვრილმანი ელემენტები, ანთებითი ელემენტების სახეზე, მასაც საკმაოდ კარგად გაუმკლავდება, მაგრამ აქვე დავსვე, რომ ეს არ არის აკნესთან ბრძოლის საშუალება. თუ ის არის მაგალითად 5-დან 10-მდე, 10 ეს უკვე შრატებში გვხვდება ხოლმე ეს პროპორცია, მაგ შემთხვევაში უკვე ვიღებთ ჩვენ ცხიმის შემცირებას და დათხელებას, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ფორები დაპატარავდება და ნიაცინამიდი ზუსტად მაგით არის ცნობილი, რომ ფორებს ამცირებს, აგიხსენით რის ხარჯზე, ასევე მიიღებთ უფრო უკვე აქ პიგმენტაციასთან ბრძოლის საშუალებასაც მათ შორის. ამიტომაც შემოკარგებო, განსაზღვრეთ რა გჭირდებათ ამ პრეპარატისგან და მაგის მიხედვით შეიძინეთ აი ეს საშუალებები. აბა, როგორც ყოველთვის, საუკეთესო არჩევანი თქვენთვის მომიდია.